მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეს ქურუმ მიქაელის ტაროა და თეა ბედნიერია, რომ მოგილოცოთ გაზაფხულის ბუნიაობა. მოვედი იმიტომ, რომ 20 მარტს, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ეს რიტუალი გააკეთოთ. და თან ამას ძალიან დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ძალიან მარტივია და მრავლის შემცველი ჩემო კარგო ადამიანებო. მაშასე, რას ვაკეთებთ 20 მარტს? საიდუმლოს გაგიმხელთ. პირველი, კარგ ხასიათზე ვდგებით და რაც შეიძლება არ ვიმჩნევთ თუ გარეთ სინოპტიკური სიტუაცია არც ისეთი მზიანი და ხუჭუჭაა. რას ვაკეთებთ? ყველაფერი დადებითი და ყველაფერი საუკეთესო ბუნებას ჩვენთვის უნდა, ანუ არც ერთი ამინდი არ არის მიუღებელი. და თუ გაგვიმართლა და იქ სადაც ბრძანდებით ჩახჩახებს მზე, სულ გადასარევი ჩემო ძვირფასებო. მაშასე, რა შემიძლია გითხრათ? დავიწყოთ. გავდივართ გარეთ და მოვძებნით იმ ადგილს, კარგ ხასიათზე მყოფები, სადაც აღმოსავლეთია. დავდგებით მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ჩემო კარგო ადამიანებო, შეხედოთ მზეს. ვამბობთ აი ესეთ ფრაზას, რომ ჩვენი სურვილები, ჩვენი მიზნები, ჩვენი ჩაფიქრებული ამბები ბუნებამ ძალიან კარგად ჩაიხუტოს და მისი ძალითა და ძლიერი მაგნიტური ენერგიით დატომბოს. მაშასე ვამბობთ ესეთ სიტყვას. დავდგები სახით აღმოსავლეთით. შევთხოვ დაცვის მზეს. ბარაქის ძალით ამავსოს. წარმატების ძალით ამავსოს. სიყვარულის ძალით ამავსოს. ჯანმრთელობის ძალით ამავსოს. და იყოს ასე. ეს ერთი. ეხლა შეეხება მეორე რიტუალს, რომელსაც ასევე ხვალ 20 მარტს აუცილებლად აკეთებ. აღნიშნული ვიდეო, როგორც ყოველთვის, დაალაიქეთ და გაუგზავნეთ სანუკვარ მეგობრებს ნათესავებს, ვიზედაც ფიქრობთ, რომ აუცილებლად ღირსნი არიან თქვენგან ეს კეთილი ინფორმაცია მიიღონ, მე ყველას ვერ გადაგწყვეტებით ბუნება. მაშასე ვიმეორებთ, ეს დღე აღარ განმეორდება, ასე რომ მთელი წლის განმავლობაში მოუფრთხილდეთ აი ამ გაზაფხულის ბუნიაობას, მზებუდობას იგივეს. რას ვაკეთებთ? გავდივართ გარეთ, ჩადებით ნებისმიერ ხესთან, რომელიც არის მცხმოიარე, მოსაკურია გამხმარს არ მოვიძებნით და მივალთ ჩვენი წითელი ძაფით. შეიძლება ძაფი იყოს სხვადასხვანაირი, მაგრამ სასურველი იქნება თუ ის იქნება აუცილებლად წითელი და კარგი იქნება თუ ის იქნება შალის ძაფი. მივალთ, გადმოვახვევთ ხის ტოტს და 7 ჯერ გავსკვნით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და თითოეული ჩაფსკვნის ხარჯზე აუცილებლად ჩავიფიქროთ თითო სურვილს. და ბოლოს, როცა დავამთავრებთ 7-ვე სურვილის ჩაფიქრებას, რას ვაკეთებთ? ვამბობ, შესრულებულია. მე მივიღე. აი ესეთი ამბავი, ესეც შეიძლება კომენტარებში დაწეროთ. კი ბატონო, და ავიღოთ მესამე რიტუალი, რომელიც გითხრათ, რომელიც ისევ და ისევ არის თქვენზე დამოკიდებული, ისევ ფინანსური წარმატებისათვის არის. ისევ და ისევ 20 მარტს ხდება. გაზაფხულის მზებუდობას. რა ხდება? ვიღებთ წყალს, ჭიქით რასაკვირველია. ასევე ჩავაგდებთ ერთ ბოთლ დაფნას და ესეთი ციკვი შაქარით, ასე ვთქვათ, მოვაყრით, შემდეგ მოუღრებთ აი ამ ჩვენს სითხეს და ჩვენი გასასვლელი კარების შიგნით 20-ში დილის სახლიდან რომ გავდივართ, ამ ყველაფერს შევაბწყურებთ ცოტ-ცოტას. ესე იყო და მეტი აღარაფერი. მოკლედ ასე, ხვალისათვის შეიძლება დღეს თქვენთვის 20-ია უკვე, როცა ნახავთ. აუცილებლად გააკეთებთ, აუცილებლად დაწერთ კომენტარებში, შესრულებულია. კი ბატონო, მე მივიღე, რაც გინდათ და მიეცით ამ ყველაფერს გადასარევი მატერიალიზაციის უნარი, მე მიყვარს, როცა სრულდება თქვენი ოცნებები. ეს ქურუმ მიქაელის ტარო, მე კიდე ახლა ვარ და ყოველთვის მზად და მოწედუნებული, რა გავაკეთოთ, შევარწყათ ერთმანეთთან. სასარგებლო, სასიამოვნო. აი ესე, ინიანივით. მაშასე, გელოდებით პირად გაშლებში, ძალიან კარგი დროა 20-21 ტაროს წინასწარმეტყველებისა და კიდე რაღაც ეშმაკური. რაც უდესეთ ყავ თქვი.
არ უნდა თქვა ეს სიტყვა. ძალიან მოხერხებული, ჭკვიანური და ზედ გამოჭრილი სასიყვარულო თუ ფინანსური რიტუალებისათვის. ამისათვის პირადში დაგესაუბრებით. ნახვამდის.